ჩვენ შეიძლება არის ეს შური, მაგრამ უნდა განვიკურნოთ. ახსარებაც იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ თუ აღმოვაჩენთ ჩვენს თავში შურს, უნდა განვიკურნოთ. ჩვენ შეიძლება სულაც არ გვინდა რომ შევშურდეს. აი გუშინ შეხვედრა გქონდა და ბავშვებთან საუბრობდით ამ თემაზე. ნახე ესე თქმა მინდა. მაგალითად, აი ამ პარტავნება ისეთი რამე, ამ პარტავნება რომ გაქებენ დაუშვათ. ამ პარტავნება ხო მაგით იკვებება, რომ შენ გაქებენ და შენ რაღაცა გსიამოვნებს. დაუშვათ ნაყროვანი ადამიანი თუ ხარ და ბევრი ჭამა გიყვარს, რომ ჭამ ხო გსიამოვნებს რა. მაგრამ შურიანი თუ ხარ, რომ გშურს, ეგ არ გსიამოვნებს. ანუ თვითონ ცოდის პროცესშიც შენ ვერ ახარ კმაყოფილი, გესმით რაზე ალაპარაკ. ამიტომ ნახეთ თუ აღმოაჩენ შენს თავში რაიმე ნებას, მით უმეტეს შურის ნებას, არა? ეს შენზე კი არ არის დამოკიდებული, შენ გქონდეს თუ არ გქონდეს. ეს არავის არ უნდა რომ გქონდეს. აი მაგალითად მეგობარმა კარგი ბურთი იყიდა და შენ ამან დაგამწუხრა. არა და რატო უნდა დამწუხრებულიყავი კაცმა რო თქვას, ხო არ უნდა დამწუხრებულიყავი, მაგრამ მოხდა ისე. აი მოდი ბარემ ამ თემას მოვაყოლოთ, ერთი სურათი მინდა რომ გაჩვენოთ. ნახეთ. ჩვენ ეს ადრეც ნახეთ. აი მაგალითად. აი ეს ვაჟბატონი. რომელსაც გაიჭიროს მშობლებმა და ველოსიპედი უყიდეს. ეხლა უხაროდა ეს ველოსიპედი რო ყავს, გესმის? მოდი ცოტა მე უკან გადავახვიე, მანამდელ მოვლენებზე ვამბობ. უხარია დაქრის აქეთ-იქით, კარგ ხასიათზეა, თან ბავშვია. მოდის ეხლა ველოსიპედი და დაინახა რომ ვიღაც თავისი თანატოლი მანქანით მიგრიალებს. ეხლა უკვე ვეღარ არის ამის ფიქრები კარგად. აქამდე თუ მოსწონდა თავისი ველოსიპედი, ეხლა ფიქრობს რომ რა მაგარი იქნება მე რო ესეთ მანქანაში ვიჯდე. სინამდვილეში რა ხდება? ეს ბიჭი ეტლით არის. გესმით? ეს შეიძლება ამაზე ფიქრობს, ნეტა ესეთი ველოსიპედი მყავდეს. მაგრამ შეიძლება ან სიარული შემეძლოს, გესმით? ამიტომ რატო ვამბობ, იცი? თუ სწორად შეხედავ, არავისი არაფერი არ უნდა შეგშურდეს. ყველას აქვს იმდენი რამ, რაც მას ბედნიერებისთვის ეყოფა. თუ სწორად შეხედავს. შეიძლება ამან გაიხედოს და ვიღაცა საერთოდ საწოლზე იყოს მიჯაჭვული. და იმას ნატრობდეს, ნეტა ამისავით ეტლში ვიჯდე. ხოდა, ამიტომ ის უნდა დააფასო რაც გაქვს. იმან იყიდა თუ არ იყიდა რაღაცა. ის იმით გაიხარებს და შენ იმით გაიხარე რაც გაქვს. დავუშვათ თვისებები, უნარები, იმას რაღაც დავუშვათ ვიღაცას, აი ვიღაცას სიმღერის ნიჭი აქვს. მე არ მაქვს სიმღერის ნიჭი. მე არ უნდა შემშურდეს იმის, იმიტომ რომ ღმერთმა მას ეს მისცა. მე რაღაც სხვა მომცა, შენ რაღაც სხვა მოგცა. ამიტომ ჩვენ იმაში უნდა განვითარდეთ, რაც ჩვენ მოგცა ღმერთს. გახსოვთ, შეიძლება ნანახი გაქვს, კახი კავსაძე რო ამოს, ერთ წუთი მეგობარო და მოვალეხ. კახი კავსაძე რო ამოს, როდესაც შენ გშურს ადამიანისა, შენ იქ ხარ, სადაც ის რაღაც ხდება, რისიც გშურს და შენ შენს თავთან, შენ თავთან არ ხარ, შენ ვერ განვითარდები. უნდა დაანებო იმაზე ფიქრს თავი და შენ რაც გაქვს, იმის განვითარებაზე და ახორციელებაზე იფიქრე.